აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ზუგდიდში შალვა დადიანის ქუჩაზე მდებარე დენუნთა ჩასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. გიორგი ჯინჯარაძე დროებითი ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო და მათ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროგრამები გააცნო. მისი განცხადებით ადგილობრივ მთავრობასთან ერთად დევნილი მოქალაქეების პრობლემების მოგვარებაზე კოორდინირებულად მუშაობა აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება და საჭიროებების მოგვარება მაქსიმალურად მოკლე ვადებში შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით მოხდება. ჩვენ მოვისმინეთ მათი პრობლემები, საჭიროებები, რაზეც ჩვენ მომავალში მოახდენთ რეაგირებას, ასევე საჭიროებებთან და გამოწვევებთან ერთად ჩვენ გავაცანით მათ ჩვენი სისტემაში შემავალი სამინისტროების, როგორც განათლების მიმართულებით, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით სხვადასხვა პროგრამები, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა ახორციელებს და ზოგადად ჩვენი მიზანია, რომ მათი საცხოვრებელი პირობები იყოს ღირსეული. ძალიან თბილი შეხვედრა ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან. მადლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეს ბატონ გიორგი ჯინჯარაძეს, რომელიც მუდმივად გვერდში გვიდგას, მუდმივად ეცნობა ამ ადამიანების პრობლემებს, ყოველდღიურობას, თუ რა ჭირდებათ მან და მათ და ჩვენ მაქსიმალურად ვინდომებთ, რომ ამ ადამიანებს ყისიერად მოუგვარდეთ ის პირველადი პრობლემები, რაც მათ გააჩნიათ. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით, ძალიან ბევრ რაღაცაზე ველაპარაკეთ. ისეთი კაი პროგრამები წარმოგვიდგინეს, რომ ძალიან კმაყოფილებით დავრჩით.